ეხლა რა არის აქ? ეს უკვე კუბის დიაგონალს და უძის სიბრტყეს შორის სინუს თხოვე. ამერნი კუბის დიაგონალი არის ეს. აქ მართი კუთხეა და ჩვენ გვინდა აი ამ კუთხის სინუსი. თუ ეს წიბოა, მაშინ პითაგორას თეორემით ეს არის აფესვიორი, ეს ეს იქნება ისევ პითაგორას თეორემით აფესვი 3 და სინუს ალფა იქნება მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ანუ ერთი შეფარდებული ფესვით. Y ტოლია x წრფელი მოცემული განტოლება. ეს ნიშნავს რას? აქ არის 45 გრადუსი. ბისექტრისა მოაგვნებს 15 გრადუსით. საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. ანუ კიდევ 15 გრადუსი დავამატებს. ანუ ჯამში რამდენი გრადუსია ეს მოძრაობა? ჯამში ეს 60 გრადუსი. ეს არის y ტოლია რაღაც kx-ის. პლუს b, მაგრამ b ნულია, იმიტომ რომ y კვეთს 0-ზე კვეთს და 0-ში კვეთს და b კოეფიციენტი 0. და დამჭა. საძიებელი დამჭა k. k როგორც წელს თქვი, ეს არის მობლნ y ღერძის დადებით მიმართულებასთან შედგენილი კუთხის ტანგენსი. ტანგენსად. ჩვენ შემთხვევაში ეს კუთხე არის 60 გრადუსი. ტანგენსის 60-ზე ეს არის ფესვის 3. ანუ რა გვექნება? ფესვის 3 ჯერ x, k ჯერ x, ანუ ფესვის 3 ჯერ x. მე ნახეს ვაზის გასაშენებლად ჭირდება x დღე. თუ ყოველ დღე ის გარკვეული რაოდენობის ერთი და იგივე მოცულობის სამუშაოს შეასრულებს. მთელი სამუშაოს 1/4 რომ შეასრულა, შემდეგ ყოველდღიურად დაგეგმილზე ორჯერ მეტი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა. ამიტომ ვაზის გასაშენებლად მთლიანად დახარჯა 15 დღე. და იტოვეთ x-ი. 1/4 შეასრულა. ან თუ სულ უნდა დაეხარჯა x დღე, ანუ x/4 უკვე დახარჯულია. რა დარჩა? სულ ხო 15 დახარჯა. ანუ 15 - x/4 აქვს დარჩენილი. დღეში სულ რამდენს აკეთებდა? x დღეში. ანუ ერთ დღეში გამოდის 1/x-ი ნაწილი. და ეს დრო მან დახარჯა იმიტომ რომ ორჯერ მეტი სამუშაო შეასრულა დღეში, ანუ ორჯერ გაზარდა. დრო ამდენი დღე გავუმრავლოთ ამდენი ნაწილი დღეში. ანუ შესრულებული სამუშაოს რა ნაწილი შესრულდა ამ დროში და მივიღეთ 1/1. გამოდის რომ 15 - x/4 გამრავლებული 2x-ზე ტოლი 1 - 1/4. გავხსნათ აქ 60 - x-ი გავამრავლოთ 2-ზე, ტოლია 4x-ის და ტოლია 3/4. ორი მხარე 4-ზე გავამრავლოთ და მექნება 120 - 2x-ი ტოლია 3x-ის. 5x-ი ტოლია 120-ის, x-ი მივიღეთ 24. 24 არის ამ შემთხვევაში პასუხი. ანუ კიდევ ერთხელ x დღე ჭირდებოდა, ანუ
დღეში კეთდებოდა 1 მეექვსედი ნაწილი. გაორმაგა, ანუ ორჯერ მეტი. ეს არის რეალურად რაც იმუშავა. საწყისად დახარჯა, ჩვეულებრივ მუშაობდა ოღონდ თავიდან და 1/4 შეასრულა, მერე გაორმაგა. და სულ ჯამში 15 დღე დაეხარჯა. ამიტომ 15-ს გამოვაკელი x-4, იმიტომ ის მეოთხედი უკვე ნამუშევარი ქონდა დროს. ქვემოთ ჩამონთვლილი ინტერვალებიდან რომელს ეკუთვნის მოცემული გამოსახულება. ლოგარითმი 3-ის ფუძით 25 მინუს ლოგარითმი 9 არის 3-ის კვადრატი 16 არის 4-ის კვადრატი, ანუ ლოგარითმი 3-ის ფუძით 25 აკლდება 1/2-ჯერ 2-ჯერ ლოგარითმი 3-ის ფუძით 4 და გვექნება ლოგარითმი 3-ის ფუძით 25 მინუს ლოგარითმი 3-ის ფუძით 4. ეს იქნება ლოგარითმი 3-ის ფუძით 25/4. 25/4 არის 6/1/4. ანუ ლოგარითმი 3-ის ფუძით 6/25. ნაკლებია ლოგარითმი 3-ის ფუძით 9-ზე და მეტია ლოგარითმი 3-ის ფუძით 3-ს. ანუ მოთავსებული არის 1-სა და 2-ს შორის. ისე რომ ვიცოდეთ, ლოგარითმი 100 ფუძით b ხარისხად k ეს იყო k ჯერ ლოგარითმი 100 ფუძით b ლოგარითმი 100 ფუძით b ოღონდ 100 დაუწევთ ხარისხი მაშინ ეგ არის და ასევე ლოგარითმი 100 ფუძით m-ს პლუს ლოგარითმი 100 ფუძით n იქნება ლოგარითმი 100 ფუძით m ჯერ n და თუ სხვაობა იქნებოდა ლოგარითმი 100 ფუძით m-ს მინუს ლოგარითმი 100 ფუძით n, მაშინ იქნებოდა m-ის შეფარდებული ერთად. ეხლა რაღაც მართკუთხედი გვაქვს. p-წერტილი ABCD მართკუთხედის AB გვერდზე მდებარეობს, ისე რომ AP შეფარდება PB-სთან არის 1-ის 2-თან შეფარდების ტოლი. აქ იყოს P, ეს იყოს X, ეს იყოს 2X. q-წერტილი CD-ზე მდებარეობს, ისე რომ CQ-ს შეფარდება არის 1-ის 3-თან, ანუ Y და 3Y. და მართკუთხედის თლიანი მართკუთხედის ფართობს, ანუ ფართობის რანწილია PBCQ-ს ფართობის შეფარდება მაინტერესებს ABCD-ს ფართობთან. აქეთ 3 ნაწილადაა დაყოფილი, აქეთ 4 ნაწილად. მოდი მთლიანად 12-ად დავუყოთ, ეს იყოს 12m. ესეც იქნება 12m. ის საძიებელი ფიგურა არის ეს 12 რო 3-ზე გაიყოფა 4-ია, ანუ ეს იქნება 4m და ეს იქნება 8m. 12 რო 4-ზე გავყოთ 3-ია, ეს იქნება 3m და ეს იქნება 9m. ეს რაღაც ტეგვერდი იყოს. მაშინ აი აქ დაჯდება 12m ჯერ t და რაც შეეხება PBCQ-ს ფართობს ეგავით ტრაპეცია და ფუძეების ჯამი, ანუ 8m-ს დამატებული 3m გავყოთ 2-ზე, გავუმრავლოთ სიმაღლეს. 11m მეორედი ეს არის 11m მეორე ტეები შეიკოცება შეფარდებული 12m-დან. იქნება 11/24.